მთავარი საკვანძო ნაწილი განათლების სისტემისა არის სკოლა. და სკოლა არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენი საზოგადოების მარტო განათლების სისტემაზე რომ არ თქვა. ერთი სკოლა არის სივრცე, სადაც მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი ხვდება ერთმანეთს. ეს ჯამში არის საქართველოს მოქალაქეების, რა ვიცი, შეიძლება ნახევარიც კი უხეში დათვლით რომ გავაკეთოთ. ძალიან ბევრი ადამიანი, 100,000-ობით ადამიანზეა საუბარი, ვინც აი ამ რაღაცა ერთ ორგანიზმში ერთიანდება. და ამასთან ერთად ეს კი ერთი ორგანიზმია რაღაც გაგებით, მაგრამ ყველა სკოლა თავისთავად ცალკე არსებული პატარა აკაკი ბაქრაძის საქმე, ყველა სკოლა პატარა სახელმწიფოსავით არის, ხო? ყველა სკოლას თავის რაღაცნაირი ცხოვრება აქვს, ინდივიდუალური. თუმცა ჩვენ არ გვაქვს მაინც და მაინც მრავალფეროვანი მოდელები, არ გვაქვს, ბევრს არ ვშელობთ იმაზე, როგორი უნდა იყოს სკოლა. ამაზე მინდა კითხო, იმიტომ რომ ბევრი გაქვს ნამუშევარი ამ კუთხით და ინოვატორული ნაბიჯები გაქვს გადადგმული ნამდვილად ქართული ახლებური სკოლის შექმნისაკენ. რა მდგომარეობა არის ზოგადად? მოდი აქედან რომ დავიწყოთ. უფრო სისტემურად რო შევხედოთ, როგორი არის დღეს ქართული სკოლები? გინდ კერძო და გინდ საჯარო. რა განასხვავებს მათ და შეიძლება თუ არა გავარჩიოთ სკოლები, რაღაცა თავის სწავლების მოდელების მიხედვით. შესაძლებელია თუ არა დღეს საქართველოში? კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს მაყურებელს. ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ზოგადად ვიცი და ალბათ ყველაზე მეტი ენერგია და დროც ამ თემაზე მაქვს დახარჯული. და ჩემი აზრით ალბათ ერთ-ერთი თუ საზოგადოებას რაღაც პრობლემა აწუხებს, ერთ-ერთი თავარი პრობლემა იწყება განათლებიდან, როგორ უყურებს პატარა ადამიანს, პატარა ადამიანის აღზრდას და აი რაც შენ იკითხე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კერძო სკოლა საქართველოში სხვადასხვანაირი, ასე ვთქვათ, სხვადასხვანაირი პროგრამებით წყალში ასწავლიან და ასე შემდეგ. წარგევნებოდი, რომ 105 წელია საქართველოში, რაც აი გასაბჭოება მოხდა 1921 წელს. მას მერე ჩვენ გვაქვს ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, რომელიც აი პრუსიული სისტემა, რომელიც აი ზრდიდა ან მორჩილდა ესეთი დამჯერ ჯარისკაცს, ან შრომელს, რომელსაც დისციპლინირება ევალებოდა და ის მინიმალური ცოდნა უნდა გადაეცა მასიურად დიდი რაოდენობით ადამიანებისთვის, რამაც შეიძლება კაცობრიობის განვითარების რაღაცა კონკრეტულ ეტაპზე როლი შეასრულა ინდუსტრიალიზაციის დროს, მაგრამ ამის შემდეგ ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ ის მოდელები ყველა ბავშვი უნიკალურია ვიძახით, ხო? მაგრამ ყველა ბავშვი უნიკალურია, თუ ეს ასია და თუ ამის მართლა გვჯერა, შეუძლებელია, რომ ყველა ბავშვისთვის ერთი და იგივე მიდგომა იყოს რაღაცა ეფექტური და სასარგებლო და ასე შემდეგ. და ჩვენს ერთი და იგივე მოდელი გვაქვს მიუხედავად იმისა, ჩვენ რაღაცა ვლაპარაკობთ სოფლის სკოლაზე, სადღაც თუ ვლაპარაკობთ რაღაც საუკეთესო თუნდაც კერძო სკოლაზე თბილისში, რომელიც განსხვავება ხშირად არის ინფრასტრუქტურის, დამოკიდებულების, ბავშვთა თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით და შემდეგ არა ის უბრალოდ რას ვასწავლით, როგორ ვასწავლით, როგორი დამოკიდებულება გვაქვს. არის მთავარი ეს, რომ რაღაც შენი პასუხისგებლობა არის, რომ ვიღაცას დაუჯერო. ანუ მასწავლებელი რასაც გეტყვის, ის გააკეთო და სწორი პასუხები გასცე. ანუ სწორი პასუხების გაცემიდან ეს ნიშნებით შეფასების სისტემა ფაქტობრივად არის რაღაც ერთადერთი, რომელიც თქვა ჩვენთან გამოიყენება. რამდენი ჟუტავი ექსპერიმენტი თუ შეიძლება გავიხსენოთ. კი, როგორ არის, მაგალითად საბჭოთა კავშირის დროსაც კი იყო შალვა ამონაშვილი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროსაც კი მოახერხა, რომ გარკვეული განსხვავებული მიდგომა შეეტარა, სადაც ბავშვები რაღაცას ლაპარაკობდნენ, ექსპერიმენტული მოდელი იყო. დღესაც ბატონი შალვა, მიუხედავად მისი ასაკისა, საკმაოდ აქტიური ადამიანია და იგივე იდეებს უფრო ფილოსოფიურად ავრცელებს. მაგრამ ეს რომ რაღაცა ფართოდ გავრცელებულიყო, ამას ადგილი არ ქონია, ხო? ადგილი არ ქონია და მე უბრალოდ იმის გამო რომ ჯერ კიდევ რაღაცა განათლების სისტემაში კახაბენდუქიძესთან ერთად 2008 წელს მოვხვდი და ზუსტად აი ამ უნივერსიტეტში მოხვედრის პარალელურად დავინტერესდი ზოგადად ამ სიტუაციით, როცა სტუდენტებს უყურებდი და რატოღაც ვიფიქრე და მაშინ რაღაც ყველანი რაღაც ერთაზზე ვიყავით, რომ პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვხედავდით სტუდენტებში, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მოდიოდნენ და ალბათ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელში მოდიოდნენ თავისუფალ უნივერსიტეტებში. ყველაზე მაღალი ფულებით, ანუ ყველაზე კარგი სტუდენტები. ხო, ანუ თუ ჩვენ სისტემას რაღაცა შინაარსი აქვს, მაშინ იმ გამოცდებს, ეროვნულ გამოცდებს საუკეთესოდ აბარებდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები და ჩვენ ხედავდით, რომ კრიტიკული აზროვნების პრობლემა იქნებოდა თუ ზოგადად აი რეალურ ცხოვრებასთან დამოკიდებულება აი როგორი იყო და პირველი შენ გახსოვს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსს დამთავრებული ხარ, პირველი კურსი იყო იმ დეფექტების ამოვსების კურსი, რომელიც წესით სკოლას უნდა ბავშვისთვის მიეცა.
და მაშინ ფიქრობდით, მე მომინდა რომ მოკლედ მეთქი სკოლა უფრო მნიშვნელოვანია მეთქი დღეს ვიდრე უნივერსიტეტი და ჯერ კიდევ მაშინ ბატონი კახა-ცოცხალი იყო, ჩვენ ვფიქრობთ აი როგორი სკოლა უნდა გაგვეკეთებინა და აი ახლა მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც ჩვენ აი სოფლიოში ვარჩევდით აი რა მოდელები მუშაობდა, როგორ მუშაობდა და ასე შემდეგ 2012 წელს ბატონ კახასთან ერთად ვჯელობდით ექტონის აკადემიის, თქვა იმ სკოლაზე, რომელიც აი ჩვენ ერთი წლის წინ საქართველოში დავაარსეთ, მაგის დაფუძნებაზე და მაშინ ვერ გავბედეთ. იმდენად რადიკალურად განსხვავებული მოდელი იყო, იმდენად მაშინ პოლიტიკური სიტუაცია რაღაცნაირი გაურკვეველი იყო, რაღაც ხელისუფლების გადაბარებები და რაღაცა მიდიოდა და გააკეთეთ ჩვეულებრივი კარგი ჩემი აზრით ტრადიციული სკოლა, ნიუტონის სკოლა და ტრადიციულ მოდელზე აწყობდი. რა თქმა უნდა, იქ იყო ზუსტად აი ის პატარა თავისუფლებები, რომელსაც საშუალებას გაძლევდა, რომ ექსტრაკურიკულარული აქტივობებით თუ სხვადასხვა თქვა დამოკიდებულებით ბავშვების წესებით, თქვა ზარის არქონით და ამის შემდეგ კი იყო განსხვავებული სკოლა, ძალიან კარგი სკოლა ჩემი აზრით, თუ ყველაფერი შედარებითია, მაგრამ თქვა სისტემურად ახალი არ იყო. ხო, სისტემურად ახალი ნამდვილად არ იყო. და აი ზუსტად აი ამ პოლიტიკურმა საქმიანობამ რომელშიც მე დაახლოებით 10 წელი მივიღებ რაღაცა მონაწილეობა გირჩის ფორმატში, რაღაცნაირად საშუალება მომცა და ის ადამიანებსაც იმდენი რაღაცად ველაპარაკე, რომ საშუალება შექმნა ამან, რომ აი შარშან ჩვენ მშობლებმა და იდეის გულშემატკივრებმა ადამიანებმა მოვახერხეთ, რომ გავაკეთეთ პირველად აი ამ ექტონის აკადემიის ქსელის წევრი სკოლა, სადაც 30 ქვეყანაშია ამ ქსელის სკოლები, 300-ზე მეტი სკოლა, თითქმის ამერიკაში თითქმის ყველა შტატშია და ჩვენ პირველად ეს სკოლა დავაფუძნეთ მშობლებმა, ძირითადად, ანუ დაინტერესებულმა ადამიანებმა და იდეის გულშემატკივრებმა და მინდა შენი ეთერით ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მწუხარება გამოთქვა თემურ უგულავას გარდაცვალების გამო, რომელიც ჩვენი სკოლის დამფუძნებელი იყო, ამ ადამიანს რაღაც კარგი იდეები როგორც ჩანს, ძალიან ბევრი აქვს, ბევრი კარგი იდეის განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მე ერთ მხრივ ბედნიერება და მოხდა უზომოდ მწუხარ, რომ ჩვენ ვეღარ მოვახერხებთ თქვა გაგრძელებას ამ თანამშრომლობის. საქართველოს ცოტა მდიდარი ადამიანია, რომელიც ახალ იდეებს ეძებს და მათ დაფინანსებისთვის ძალიან ცოტა. ნუ ალბათ მე ძალიან გამიმართლა, რომ ესეთ ადამიანებთან ჩემ ცხოვრების განმავლობაში რამდენიმესთან მქონდა შეხვედრა. ახლა რას ნიშნავს ეს ახალი მოდელი? გავიგე რომ ეს თქვენის მოდელია, რომელიც არ არის მაინც სოფლიოს მასშტაბითაც საკმაოდ ექსპერიმენტულია. ახლა მასშტაბი ახლა სოფლიოს მასშტაბით ახსენე 300 სკოლა, ხო? რაც არ არის ძალიან მასშტაბური მოდელი. და სახელმწიფოებში სახელმწიფო დონეზე დამკვიდრებული მოდელი არ არის. მაგრამ მაინც რო ვთქვა თორე სიტყვით, აი რა არის ეს მოდელი, რითი განსხვავდება ის ტრადიციული ჩვენთვის ნაცროი მოდელებისგან, ანუ რომ შეაპირისპირო, რომ ადამიანებისთვის ჩემთვისაც უფრო გასაგები იქნება რა არის განსხვავება. აი პირველ რიგში ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება იყოს ნებისმიერ მშობლისთვის, რაღაც ბავშვს სკოლა უნდა უყვარდეს. ანუ აი მართლა უნდა მოწონდეს, სადაც დადის, თავისი ნებით უნდა დადიოდეს, ეს არ უნდა იყოს იძულება. ანუ ჩვენ სკოლაში თუ სამივე მხარე არ არის თანახმა მშობლები, ანუ არ უნდა ამაში მონაწილეობა. ეს არ არის, რომ რაღაცა სკოლაში ბავშვი მოგაბარე და შენ უნდა ისაქნა, ახლა მე შედეგებს დაველოდები რა. ანუ ეს არის ოჯახების სკოლა. ანუ ზოგადად აი 300 სკოლა, რაც მე ვთქვი, ძირითადად არის ჩვენაირი მშობლების მიერ დაფუძნებული ამ მასში რა ქვეყნებში. ბავშვიც უნდა იყოს თანახმა და უნდა უნდოდეს და სკოლაც შესაბამისად. ანუ სამხრივი თანხმობის ნაწილი არის საკვანძო, რომ ყველას უნდადეს პასუხისმგებლობის აღება იმ პროცესში, რომელშიც ვერთვებით. ანუ სკოლაში არის უზარმაზარი თავისუფლება, მაგრამ ამ თავისუფლებას, როგორც ცნობილია, მოყვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და ჩვენ ზუსტად აი ამას ვაკეთებთ, რომ აი ეს თავისუფლება თავიდანვე ბავშვს მივაჩვიოთ, რას ნიშნავს თავისუფლება, რომ ამას აუცილებლად მოყვა პასუხისმგებლობა და ფაქტიურად ეს არის აი საქართველოში გვაქვს ესეთი ეროვნული სასწავლო მიზნები. და აი რომ წაიკითხავ ამ ეროვნულ სასწავლო მიზნებს, შეუძლებელი არ მოგეწონოს. აი ძალიან კარგი ტექსტია, რომ სადღეგრძელოა დიცილად. ხო და აი იმისათვის რომ ის სადღეგრძელო არ იყოს, ჩემი აზრით, აი ზუსტად ჩემი ის უნდა გააკეთო, რაცაც მაგალითად ჩვენ ამ შემთხვევაში ვცდილობთ რომ გავაკეთოთ და ეს არის შემდეგი რამე. ბავშვები ფაქტობრივად თავის დღეს თვითონ გეგმავენ, ანუ რეალურად ბავშვები უნდა მივაჩვიოთ და თავიდანვე სულ პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიონ იმას, რომ
საკუთარი მიზნები თვითონ უნდა დაისახონ და ამ მიზნების მიღწევაში აი შეცდომა, რომელსაც ისინი დაუშვებენ, ის არ არის თქვა ცუდი ნიშნის მიზეზი, ეს არის განვითარების საფუძველი. ანუ ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც მოსწავლე უშვებს, მაგალითად რაღაც ვერ მიაღწია კვირის მიზანს, ვერ მიაღწია დღის მიზანს. ის ხდება საფუძველი იმის, რომ დავფიქრდეთ, რატო მოხდა ეს ამბავი? როგორი ზომება ეს? ხო, ანუ როგორი ზომება იდეაში მაგალითად წარმოიდგინე, სტრუქტურა რომ მოგიყვე რა, ორი ნაწილისგან შედგება, ძირითადად ეს არის აი დილის საათები, როდესაც აკადემიურ ნაწილზე მუშაობენ ინდივიდუალურად ბავშვები. ეს არის წერა, კითხვა, მეტყველება, მათემატიკა და მე არის ჯგუფური სამუშაოები, პროექტები, ძირითადად აი ცხოვრებასთან ძალიან ახლოს ყოფი პროექტები, აი რეალური პროექტები, რომლებშიც მათ უწევთ თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა. შესაბამისად, მაგალითად, ბავშვი ისახავს მიზნად, რომ, არ ვიცი, კვირის განმავლობაში მან უნდა წაიკითხოს ამდენი რაღაცა გვერდი, რაღაც წიგნი უნდა დაასრულოს, უნდა გააკეთოს ამდენი რაღაც მათემატიკური სავარჯიშო და შესაბამისად შემოწმება ხდება სამმაგიამ, აი ნიშანი კი არის წერება, არამედ პირველი თვითშეფასება, მეორე მას ყავს საკუთარი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად ფაქტიურად შრომობს და ერთმანეთს აკონტროლებენ და მესამე ეს არის გამოფენები მშობლებთან. ანუ რეალურად ყოველ 6 კვირაში ერთხელ დაახლოებით საშუალო შეიძლება იყოს რაღაც 1 თვე, ანუ იყოს 2 თვე კვესტის, ანუ პროექტის ხანგრძლივობას გააჩნია. ბავშვები თავის ნასწავლს წარუდგენენ მშობლებს. ამ პერიოდის განმავლობაში რაც ცოდნას მიიღებენ, ისინი მშობლებს წარუდგენენ და რეალურად მშობლები მუდმივად საქმის კურსში არიან საკუთარი შვილების პროგრესის. არის ძალიან საკვანძო. ძალიან. ანუ მშობლის ჩართულობა ნიშნავს იმაში, რომ მათ მშობლებსაც კი აქვთ დავალებები სახლში შვილებთან ერთად, რაც მათ უნდა გააკეთონ. და მთავარი არის, რომ წესრიგი, რომელიც სკოლაშია, არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს წესრიგთან, რომელიც ოჯახშია. ანუ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი რამე არ გავუკეთოთ, რისი გაკეთებაც მას თავად შეუძლია. აი ნებისმიერი დასრულობა რას ნიშნავს, რომ ადამიანმა რაც თავის ცხოვრებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია, აი მაგას ვეძახით გაზრდას და მაგას ვეძახით დასრულ ადამიანს, ხო? აი იმისთვის ეს ხო ერთ დღეში ვერ მოხდება, აი სკოლას რო დავამთავრებ ამ 18 წლის რო გავხდები. ჩემი 18 წლის დაბადების თარიღი ხო არ განსაზღვრავს იმას, რომ მე ხვალე უცბად დასრული ადამიანი გავხდი და მანამდე არ ვიყავი. აქედან გამომდინარე, აი ფაქტობრივად აი ბავშვობიდან იწყება ეს პროცესი, რომ შენ ისეთ რამეს, რომელზეც ბავშვი თვითონ იღებს პასუხისმგებლობას, მას არ უკეთებ. საკუთარ ლოგინს თვითონ ალაგებს, საკუთარ ოთახს თვითონ ალაგებს, იღებს პასუხისმგებლობას ოჯახში ისეთ რამეზე, ძაღლის მოვლაზე, კატის მოვლაზე თუ ნებისმიერი რაღაცაზე, რაც მისი საქმეა და მას უნდა და ოჯახში ყველა მიცეს, რომ ეს პასუხისმგებლობა მოსწავლისა. ხო და აი ასეთი ფორმით და ნუ კიდე როგორ გითხარ, თავარი ამბავი ამაში ეს არის, რომ ბავშვები დღეში 3-ჯერ სხედან და სოკრატულად მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აქვთ. ანუ მორალური დილემები, აი წარმოიდგინე კრიტიკული აზროვნება როგორ უნდა განავითარდეს. ეს ერთ დღეში ან რაღაც კურსით ხო ვერ განვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მე თავისუფალ უნივერსიტეტში რაღაც კრიტიკული აზროვნების კურსს ვასწავლედი, მე არ მჯერა რომ ის რაღაცა კურსის მიხედვით ადამიანს შეიძლება კრიტიკული აზროვნება გამოუმუშავოთ. ეს არის მისი მთელი ცხოვრების რაღაცნაირი პეტერნი, რომ ანუ რაღაცნაირი პრაქტიკა, რომ შენ თითოეულ საკითხზე შეგიძლია რომ განსხვავებული მოსაზრებები მოისმინო, არგუმენტები ამ განსხვავებული მოსაზრებების ერთმანეთს შეუპირისპირო და შენ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება რა არის სწორი და რა არის არასწორი და ეს პრაქტიკა ჩვენ სკოლაში არის ყოველდღიურობა. ყოველდღიურობა ამას სოკრატულ წრეებს ვეძახით. კი, ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ეხლა ვახსენებ მშობლების ჩართულობა. ისედაც ამ მშობლების ჩართულობის სავალდებულობის გარეშეც ხო ეს გადაჯაჭვულია სივრცეები, ოჯახი და სკოლა ერთმანეთთან. და ხშირად მთავარი გამოწვევა ჩვენი განათლების სისტემის წინაშე, რაც ნებისმიერ უფრო შორიდან თუ შევხედავთ, ხო? აი განათლების სამინისტროს დონიდან თუ შევხედავთ. ანუ იმის ხედვით, აი პოლიტიკური ხედვის დონიდან თუ შევხედავთ, არის ის, რომ სკოლაში რა რეფორმაც არ უნდა გაატარო, რა ექსპერიმენტული მოდელებსაც არ უნდა მისცე გასაქანი, ამაში მშობელი თუ არ აკვა ხო? შეუძლებელია მათი განხორციელება, შეუძლებელია მათი შედგომა. რასაც თითქოს ეს ჩვენი წარმოდგენაც საზოგადოების სოციალური ქსოვილის დიდ ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორია სკოლა. მარტო ის არ არის, რომ სკოლა ასეთია იმის გამო, რომ სახელმწიფო ასე მკაცრად არეგულირებს. არა, საზოგადოების წარმოდგენაც სკოლაზე დიდწილად თანხმდება ამას, რა უნდა იყოს სკოლა. შეიძლება იგი იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ გვინახავს.
ალბათ კი არა ეგრეა. სხვა ალტერნატივა არ გვინახავს და არსებობს ცოდნა, ხო? ჩვენ გარშემო არ არის ადამიანი, რომ ეს ოჯახი ასეთ სკოლაში დაყავს, ამას ასეთში დაყავს, ამას ასეთში უულია და ეს გაამრავალფეროვნებს წარმოდგენას. მაგრამ თავისთავად მოთხოვნა იმაზე, რომ რაღაც წესრიგი უნდა იყოს, ხო? აი ბაზისურ რაღაცას ვიძახე, რაც საჯარო სკოლებში დიდი გამოწვევა არის მასწავლებლებისთვის, რომ უნდა შეაგროვო დაბადების დღეზე, რომ ძვირფასი საჩუქარი აჩუქო, რომ რაღაც წარმოდგენა არსებობს სკოლის აღმთავრებელი ღონისძიებები როგორი უნდა იყოს. აი წარმოდგენა არსებობს იმაზე, რა დატვირთვის და რა მასალას უნდა ფლობდეს ბავშვი, რომ ცოტა სასწავლია მათემატიკაში, ბევრს უნდა სწავლობდეს. აი ხო ეს არის ის, რაც ხშირად გაიგიალო ჩობლებისგანაც, ხო? ეს ინსტინქტი. როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რაღაცა ტრანსფორმაცია, აი შენი აზრით? იმიტომ რომ რაღაცა მხრივ სახელმწიფო უნდა შეუწყოს ამას ხელი, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს მოდელები ქვეყანაში, ყველა შემთხვევაში და ეს უნდა იყოს ამოცანა სახელმწიფოსი და მეორე მხრივ რაღაც საზოგადოება უნდა შეიცვალოს ამ კუთხით რა და ესე მარტივად არ ხდება. ახალი თაობათ ამ მხრივ არც ახალს არ ნიშნავს როგორც წესი. აი გეთანხმები ირაკლი, მაგრამ აი წარმოგიდგენთ ძალიან დიდი კომპლექსური პრობლემაა, ჩვენ ხო აი საბჭოთა კავშირის ანუ სოციალისტური საზოგადოება ვარ. საზოგადოება, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებდა თავის ჯანმრთელობაზე, არ იღებდა თავის მოხუცებულ ასაკზე, ანუ ყველაფერი რაღაცნაირად თავის შვილების აღზრდაზე, ანუ ყველაფერი ფაქტობრივად სახელმწიფოს ჰქონდა გადაბარებული. ანუ ჩვენ აი რაღაცა ეკონომიკური თავისუფლება მოიპოვეთ დამოუკიდებლობის პირობებში რაღაცა დოზით, როდესაც რაღაც ადამიანზე დამოუკიდებული მისი ცხოვრების ხარისხი, რას მუშაობს, რას გააკეთებს და ასე შემდეგ და ძალიან ბევრ სფეროში, მაგალითად აი ჯანდაცვაში ახაბენდუფიძეს არ ყოფნის შემთხვევაში რეფორმა რო არ მომხდარიყო. ხო გახსოვს აი როგორი სისტემა გქონდა და მაგალითად დღეს რომ მსჯელობდეთ ჯანდაცვაზე, რაზე ვილაპარაკებდით რა? ანუ სადღაც ჩვენ მოვახერხეთ გარღვევები და სადღაც ვერ მოვახერხეთ. ანუ განათლებაში საჯარო განათლება ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს გარღვევა. ანუ სინამდვილეში საიდან იწყება რა, რომ აი თავარი ფილოსოფიური კითხვა არის, რომ ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდაზე. ანუ თუ ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი არის ოჯახი და მშობლები, მაშინ აი სულ მცირე ოჯახში აღზრდა, აი ჰომსკულინგს რასაც ეძახიან, რაც აი ძალიან მაგალითად რაღაც ამერიკაში გავრცელებული პრაქტიკა, განსაკუთრებით როდესაც აი თავრობას თუ იდეოლოგიურად ოჯახი არ ეთანხმება, რელიგიური კონსერვატიული ოჯახები, რომლებიც თქვათ ამერიკაში ძირითადი წყაროა ჰომსკულერების აი ამ მასის ხო ანუ ის ხალხი, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და მას წარმოუდგენია, რომ მისი შვილი უფლება რომ თავის შვილი გაზარდონ ისე რომ მას წარმოუდგენიათ. და ზუსტად აი ხა ეს ექტონის ქსელი, რასაც მე ვსაუბრობ, ეს არის რაღაცა თვალსაზრისით ჰომსკულინგის მოსურნე მშობლების გაერთიანება, რათა ეს გააკეთონ ერთობლივად. ანუ მხოლოდ თვითონ კი არა იღონის დიდი პასუხისმგებლობა, რა ყველაფერი თვითონ გააკეთონ სახლში თავისი შვილისთვის და ასე შემდეგ. გააზიარონ. არამედ გაუზიარონ ერთმანეთს. ამიტომ მოითხოვს დიდი ან პრაქტიკულად კონტრაქტდებს მშობელი შენთან როგორც სკოლასთან, იმიტომ რომ მოითხოვს მის სხვანაირ ჩართულობას, ანუ მისი თვალსაწიერი უნდა იყოს სხვანაირი, მისი მსოფლახკმა უნდა იყოს სხვანაირი, რომ ამ პროცესში იმიტომ სხვანაირად არ გამოვა. რა თქმა უნდა, აი თავარი რა არის, იცით რომ აი მაგალითად აი წარმოიდგინე, რომ ბოდიში არ უნდა მოგიწიოს ყოველ ჯერზე ყოველ რაღაცა ერთ თვეში ერთხელ მშობლის დარწმუნება რომ არა ეს სწორია, მას თავიდანვე უნდა ესმოდეს, რომ ასაწერს ხელს. აბსოლუტურად, ჩვენ აი ზუსტად მაგაში ვიხვეწებით, აი ჩვენ მაგას ვსწავლობთ, აი მთელი ერთი წლის განმავლობაში ამ ურთიერთობას, აი ჩვენ ხო დავინახეთ, რომ თურმე ეს მეთოდი მართლა მუშაობს, აი ყველა ბავშვმა, აი განსაკუთრებით ეს მუშაობს იმ ბავშვებში, რომელთაც არ ქონიათ გამოცდილება საჯარო სკოლებში, ანუ პატარებში, რომელსაც არასოდეს არ უვლიათ და არ მიუღიათ ეს პრაქტიკა. არიციან ის მოდელი. ამ ბავშვებს სწავლა გონიათ გართობა. და ძალიან ბედნიერები არიან სწავლით. ანუ ხშირ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება უარი თქვა რაღაცა ეზოში თამაშზე, იმიტომ რომ ძალიან ერთობიან, არ ვიცი, რაღაცების დათვლით, რაღაც ერთმანეთისთვის რაღაცის სწავლებით. ანუ ამ ბავშვებისთვის აი ეს აღქმა, რომ სწავლება იძულებასთან არის დაკავშირებული, ჯერ არ მოსულა. და თვითონ ეს ამ მოდელის შინაარსი არის, რომ ყველაფერი, რასაც ვსწავლობთ, ანუ თუ რამე ევალება სკოლას, არის, რომ თამაშად აქციოს. ანუ ბავშვისთვის ნებისმიერი აქტივობა, რომელიც აი საგანმანათლებლოა თავისი შინაარსით, მათთვის იყოს ერთმანეთთან კონკურენციის, შეჯიბრის, ერთმანეთთან დახმარების რაღაცა საგანი და რეალურად ეს პატარა ბავშვები, რომელსაც მაგიტო გითხარი, რომ აი ჩვენ გვაქვს სამი ასაკობრივი ჯგუფი, სულ პატარები, რაღაც 5 წლიდან, რაღაც 8-დან 11 წლამდე და 12 წლიდან და ზევით. აი ნუ ჯერ უფროსები არ ყავს გასაგები მიზეზების გამო ეს დიდი ასაკიც
იმიტომ ყავს რომ ჩვენი შვილები იყვნენ ამ ასაკის და ჩვენ შვილებს ასევე ჩვენი შვილებისთვის გავაკეთეთ რა. თორე სწორი ალბათ იქნებოდა რომ სულ პატარებიდან დაგვეწყო. მხოლოდ სულ პატარებიდან დაგვეწყო და ის ბავშვები რომლებიც უკვე ტრადიციულ სკოლაში არიან, შეჩვეული მათი გადაჩევა საკმაოდ რთულია. რთულია კი. კი, ზუსტად ეს არის რომ რაღაცა თვალსაზრისით ამ შეიძლება ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ დაღივით ასვავს ის პრაქტიკა. ის მოდელი შენ იცი როგორ შობლს აქვს დაღივით დასმული, ხო? რომ ეს სკოლა ესეთი უნდა იყოს. შობლის შეცვლა ძართული ალბათ, შობლი რაღაც დიდი რაღაცა მსჯელობის შედეგად უნდა მივიდეს იქამდე რომ ასეთ სკოლაში უნდა ბავშვი. ჯერეთ ასეთ სკოლაში მოვიყვანოს და მაგალითად ჩვენ უბრალოდ ის გვეხმარება რომ თვითონ ეს ბავშვები სკოლიდან რომ არ მიდიან. რომ არ უნდა და არ დადეგები არ უნდათ რაღაცა შაბათკვირა რაღაც ბევრი ეჩვენება და ეს მოწონს ამას რომ ხედავს შობელზე შვილის განწყობა ძალიან სერიოზულად მოქმედებს. კი. სხვა შორის ერთი დიდი უბედურება ჩვენ სოციალურ წარმოდგენებზე რომ ვლაპარაკობთ, სკოლა როგორ უნდა იყოს, არის ერთი ის რომ როგორც ბევრი ოფიციალურ და ფორმალურ ნაწილს ჩვენი ცხოვრებისას ეს საბჭოთა დანატოვარია სწორედ, როგორც ფორმალობას ისე უყურებს, რომ ეს პატრა დაუსვამ წიჩკა ეგრეთ წოდებული ხო, რომ აი სკოლაში აიღო ატესტატი, აი ხა ეს გააკეთა და უნდა ამის უკარად გაშინაარსი ხო, ხშირად მიჩნევა ეს მაინც სხვაგან სასწავლებელია, ეს უბრალოდ ფორმალობაა სკოლა. ალბათ თავარი დასანგრევის აი კიდევ ერთხელ თქვენ მოიპოვეთ ახლა თქვენმა პროგრამამ მოიპოვა თუ არა განათლების სამინისტროსგან რაღაცა სახის აკრედიტაცია. ჩვენი ამერიკელი პარტნიორი, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მიმართეს ეს ჩვენ გვაქვს ესეთი მოდელი უცხოური საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების შესახებ. და ჩვენ როგორც სამინისტროდან ვიცით, მომავალ თვეში ველოდებით აღიარებას. ივლისში ველოდებით. ზოგადად რა მოდელები არის აღიარებული საქართველოში? არის ბევრი აღიარებული, IB პროგრამა არსებობს ასეთია, კოგნია და მოკლედ არსებობს თუ არსები 6-7 უცხოური პროგრამა საქართველოში არის აღიარებული. რა თქმა უნდა ისინი ძალიან კარგი პროგრამებია, მაგრამ ტრადიციული ფორმის. ყველა არის მაინც ტრადიციული. მაინც ყველა ტრადიციული ფორმის არის. კი, შეიძლება საგანმანათლებლო მასალა სხვა იყოს, სხვანაირი ასე ვთქვათ, წონა კონდეს სხვადასხვა საგნების სწავლებას, მაგრამ აი პრინციპულად ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემა და ეს ძალიან უზარმაზარი მიღწევაა მართლა რომ საქართველოში პირველად შეიძლება გქონდეს აი რაღაც ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელიც კანონიერად. ხო, ეროვნული სასწავლო მიზნები და პროგრამა ვახსენეთ, ხო, რომელიც არის ცენტრალური დოკუმენტი სასკოლო განათლების შემთხვევაში, რომ ეს განსაზღვრავს რა ასაკის ბავშვი რას უნდა ფლობდეს. უხეშად რო თქვა, რა უნარებს, რაც ოდნავ უნდა ფლობდეს. რამდენად ადეკვატური არის ეს დოკუმენტი? მე მაგალითად ბევრი ადამიანისგან, მასწავლებლებისგან მათ შორის ვსმენია, რომ ეს დოკუმენტი არაადეკვატურია რა ნაწილში. ის კარგია, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს, ძალიან კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ გამოდის, იმიტომ რომ ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება ადეკვატური იყოს იმ ასაკის ბავშვისათვის. ან ზოგადად ბავშვისათვის ადეკვატური იყოს ამ ცოდნის ფლობა. ბევრს უცხოეთში ვისაც სკოლაში ვსწავლებ, მეც მქონია ეს ერთი წელი ამერიკაში ვსწავლობდი და რაღაცა, ის ცოდნა, რასაც მე-10 კლასელი აქ აგროვებს, აბსოლუტურად განსხვავდება იმ ცოდნისგან, რასაც იქ აგროვებს და იქ ბევრად ცოტა არის. და ამან შეიძლება მოგატყუოს, რომ ეს მოდელი ხوار ჯობიაო იფიქრო, ხო, თქვა. მაგრამ სინამდვილეში ბოლოს ხვდები რომ ეგრე არ მუშაობს, სხვანაირად მუშაობს, მაგრამ საერთო ჯამში ეს ეროვნული სასწავლო დოკუმენტი ხომ არ არის დამატებითი დიდი წნეხის ფაქტორი სინამდვილეში ქართველი ბავშვებისათვის? ეს არის სინამდვილეში პრობლემა, იმიტომ რომ უნიფიკაციას აკეთებს, რეალურად ისკანა რომ აი უბრალოდ სხვა მაგალითით შევეცდები გიპასუხო რა. ამერიკაში ექტონის ბიძაშვილი ასე ვთქვათ, სკოლები არის ალფა სკოლები. იგივე ზუსტად ანალოგიური მოდელია, მაგრამ ისინი აქცენტს აკეთებენ აკადემიურ წარმატებაზე. და ამ სკოლის კურსდამთავრებულები არიან ტოპ 1%-ში. ამერიკელი ბავშვების ყველაზე მაღალ 1%-ში არიან ამ სკოლის მოსწავლეები. და ეს არის მათი მარკეტინგული ძირითადი, ასე ვთქვათ, რა ქვია, შესათავაზებელი მშობლებისთვის და ყველაზე ძვირიანი სკოლებია ამერიკაშიც კი. $75,000 წელიწადში. ასეთი. ხო და საქმე რაშია, რომ ბავშვს შეუძლია რომ ბევრად მეტი ისწავლოს. თუ სუქთ აი განათლების მეცნიერებას რო შეხედო, აი რა შეუძლია სინამდვილეში ბავშვს. თუ ბავშვი არის დაინტერესებული, თუ ის ამას აკეთებს საკუთარი ნებით და საკუთარი ენთუზიაზმით, ბავშვს შეუძლია არა თუ ეროვნულ სასწავლო გეგმაში რაღაცები რო გვიწერია და ბევრი რო შეიძლება ვიღაცას ეჩვენებოდეს. არამედ იმაზე ბევრად დიდი რაოდენობით ინფორმაციის ათვისება, გადამუშავება და გამოყენება. ოღონდ საქმე აი წერა რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, ამაშია, რა мотиваციური სისტემა მოქმედებს იმ ადგილას, სადაც ბავშვი სწავლობს. და აი ამ мотиваციური სისტემის ფარგლებში, რომელიც ჩვენ სკოლებშია, აი სადაც ნიშანია ერთადერთი განსაზღვრელი, რომ რა ვიცი, რაღაც კარგი, რა მშობელი
ბედნიერი იყოს ჩემი რაღაცა ნიშნით და არა ის რომ ბავშვს ესმოდეს რომ ყოველდღიურობა მისი არის ბედნიერება. მაგ შემთხვევაში თითქმის რომც მარტივი იყოს იმის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა ჩემი აზრით. და სინამდვილეში ეროვნული სასწავლო გეგმა აკეთებს ყველა სკოლის უნიფიკაციას. ყველა სკოლა ერთნაირი უნდა იყოს დაახლოებით. აი თავარი ამის პრობლემა ის კი არ არის რომ ის ბევრია მასალა თუ ცოტაა მასალა. არამედ ის რომ ყველა სკოლამ ერთი და იგივე რამე უნდა გააკეთოს. და ამაში ვხედავ რა მოუქნელი არის მე. ამაში არის ხო მოუქნელობა და ის რომ აი პროკურორს სარეცელს რასაც ვიზახით რომ ყველა გინა თუ არა ერთ სტანდარტში უნდა ჩავსვათ. მაშინ როდესაც მართლა ლაპარაკობდი აი ბავშვები უნიკალურები არიან და ჩვენ მაგალითად ბავშვებს უყურებთ და თვითონ ეს ამ ქსელის ფილოსოფია არის რომ თითოეული ბავშვი არის გმირი რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. ანუ თვითონ ბავშვს არ წმუნებ რომ მას აქვს უნარი რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს და თავისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლით ამავე დროს ზემოქმედება მოახდინოს მთელ სამყაროს. როდესაც ამ ასეთი რაღაცა ფილოსოფიით ზრდი ბავშვებს, აი უბრალოდ წარმოუდგენელია და ჩვენ გაოცებული ვიყავით ამ თვეების განმავლობაში, რაც ჩვენ ამ სკოლაში მუშაობთ, რომ თურმე რა შეძლებიათ მაგალითად ბავშვებს. აი დღეს ვაპირებთ რაღაც შეავლებს შევხვდეთ და თითქმის ყველა 5 წლის ბავშვმა ერთმანეთს ასწავლა წერა-კითხვა, ანუ ისე, რომ ამის აი არანაირი ძალისხმევა განსაკუთრებული ჩვენ არ დაგვიხარჯია. ანუ ხდები რომ აი სხვა мотиваციურ სისტემას აქვს ჩემი აზრით ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე კონკრეტულ მასალას და ამას კიდე დავამატებ რომ აი თანამედროვე სამყაროში ინფორმაცია იაფდება ადრე თუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ შენ თავში გქონოდა რაღაც კონკრეტული ცოდნა დღეს ეს ცოდნა არის ტელეფონში და კიდევ უფრო ადვილი ხელმისაწვდომი ანუ მოხდება ინფლაცია, ის მოხდება რა ქვია, გაუფასურება მოხდება ცოდნის, რასაც ცოდნა ქვია, რაზეც იყო აგებული მთელი ტრადიციული სისტემა, რომ ბავშვისთვის რაღაც ცოდნა უნდა გადაგიდო. ხო და ანუ ამოცანა არის რომ როგორ ჩვენ სკოლაში ვსწავლობთ რომ როგორ ვისწავლოთ, აი როდესაც დამჭირდება, აი კონკრეტული რაღაცის შესწავლა დამჭირდება, უნდა ბავშვმა უნდა იცოდეს როგორ უნდა ისწავლოს, უნდა იცოდეს როგორ უნდა გააკეთოს ის საქმე, რომელიც თქვა მას უნდა რომ გააკეთოს. და როგორ უნდა იყოს კარგად. ანუ როგორ უნდა იურთიერთობოს ადამიანებთან, ანუ როგორი არის აი მოკლედ სოციალური უნარები რა, ადამიანის სოციალური უნარები, როგორ იფუნქციონირებს საზოგადოებაში ეფექტია. დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს რეალურად ახლა როცა თანამედროვე ტექნოლოგიებზე ლაპარაკობთ, ჯერ არავინ არ იცის როგორ იქნება სოფლიო 10 წლის მერე, 20 წლის მერე ხო საერთოდ და 50 წლის მერე ხო საერთოდ და ჩვენ ახლა ვზრდით ბავშვებს რომელმაც პირველი თაობა ვართ სოფაშორის აი როდესაც ესეთი მშობლობის ბედი გვერგო რომ ჩვენ აი ადრე ჩემმა მშობლებმა იცოდნენ რომ მე ექიმი გამოვიდოდი რაღაცა ასე თუ ისე გარანტირებული ის ქონდა და ინდუსტრიულ რევოლუციაზე როცა ლაპარაკობთ არსებობდა ცოდნა რომ ადამიანი მივა ქარხანაში და აიწყებს მუშაობას გაივლის კიბეს და მთელი ცხოვრება იქ იმუშაოს იქნება რაღაცა გავა პენსიაზე და რაღაცას შრომით გაერთიანებაში ის იმის უფლებებს დაიცავს ეს მოდელი იყო რა ხო საერთოდ ჯამში და ეხლა ეს მოდელი აღარ არსებობს საერთოდ დაინგრა და წარსულია უკვე არსებითად მომავლის პერსპექტივიდან ეს ძალიან წარსულად გამოიყურება და ჩვენ რეალურად ახლა როცა განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ მათ შორის რაღაც ვამბობთ რაღაც პროფესიები ვასწავლოთ ხო აი პროფესია შეიძინოს ეს პროფესიაც ძალიან პირობითი რაღაცა გახდება ყველა იმაზე ლაპარაკობს რომელი პროფესია პირველი გაქრება აუცილებლად და რომ არავინ არ იცის ეს ნახე რაც პროფესიაც რაც ძალიან პოპულარული იყო 10 წლის წინ დღეს გამქრალი პროფესია არის ლამის რაღაც იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი აკეთებს იმას რაც ის აკეთებდა ამიტომ შესაბამისად ძალიან უნდა გამოარჩიო ის რა არის სასწავლებელი ხო აი ტომას სოველი ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი ამბობდა რომ ყველა ახალი თაობა არის ბარბაროსების ახალი შემოსევაო რომელსაც განათლება თუ არ მიეცა არაფერი არ გამოიქნა ჩვენ ასევე ერთი არასწორი წარმოდგენა რაც გვაქვს რომ ახალი თაობაა და რაღაცა სხვა არაფერი ახალ თაობას არაფერი სინამდვილეში ავტომატურად არ მოყვება და ისტორია არც კიბე არ არის და არც ავტომატურად კარგისკენ არ მიდის ცხოვრება ანუ აუცილებლად ცოდნის გადაცემა კვლავ წარმოება შექმნა და ძალისხმევა ამის გარეშე ავტომატურად ვთქვით რომ ახალი თაობაა და პატარაა იმან არაფერი არ იცის ამის გამო ბარბაროსია ამ გაგებით რომელსაც შენ უნდა მისცე რაღაცა ხო და სხვა შე ეგეც არასწორი რაღაც ოპტიმისტი ისტორიული ოპტიმიზმი გვახასიათებს ხოლმე საქართველოში. ხო და ამის თქმა მინდა, ნახე უფრო სისტემურად შეხვდეთ, ხო ბევრი ვისაუბრეთ ამ სკოლასთან და ამ მოდელთან აკავშირებით, მაგრამ ეს მოდელი მაინც ექსპერიმენტულია. სოფლიოშიც და საქართველოში ხო საერთოდ ახლა თქვენ იწყებთ. ბოლომდე ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ექსპერიმენტული რა ნაწილში, იმ ნაწილში რომ დაორგანიზება მოხდა ამ ფორმით
რავი, მე მგონი homeschooling-ი მაინც homeschooling-ი ყველაზე ტრადიციულია, კი, მესმის, მაგრამ უმცირესობაა, ხო? ბავშვების მაინც უმცირესი ნაწილი ამ მოდელებში ჩართული. საქართველოს აქვს ყველგან წაღებული ეს ფუნქცია და მოდი ამაზე მინდა რომ თქვა, საქართველოს შემთხვევაში ჩვენ თქვით რომ საბჭოთა წარსულიდან მოდივართ. აი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველი, ხა ეს გრძელვადიანი პროცესი არის, მაგრამ აი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგოს, ჩვენ ნელ-ნელა წავიდეთ მოდელისაკენ ქვეყანაში, სადაც იქნება არჩევანი პროგრამებს შორის, გაიზრდება შეიცვლება წარმოდგენების სკოლასთან დაკავშირებით. აი რა ნაბიჯები არის გადასატყმელი? ამის ერთადერთი წამალი არის მრავალფეროვნება. ანუ უნდა დაშვებული იყოს ქვეყანაში, აი როგორც ვთქვათ, მე ვარ ახლა ბედნიერი იმით, რომ ერთი გამონაკლისი გამოჩნდა, აი ესე უნდა იყოს დაშვებული სხვადასხვა ტიპის განათლების მოდელები. ანუ სოფლიოში უამრავია ეს განათლების მოდელი, ანუ ექსპერიმენტირება ჩვეულებრივად მიმდინარეობს განსაკუთრებით ამერიკაში, მაგრამ აი ერთი რაღაც მინდოდა მეთქვა წეღანოს შენ ამბობდი. შრომის სამუშაოების დაკარგვაზე. ეხა პირველი წელია, როდესაც კოლეჯის დამთავრებულების უმუშევრობამ გადააჭარბა ჩვეულებრივი სკოლა დამთავრებულების უმუშევრობას. წარმოგიდგენია? აი ადრე თუ ითვლებოდა, რომ კოლეჯის დამთავრება ფაქტიურად გარანტიაა შენი ცხოვრებისეული წარმატების, აი ახლა არის ყველაზე მაღალი უმუშევრობა კოლეჯის დამთავრებულებს შორის. და ნუ ეს მე მგონი ძალიან მანიშნებელია რა. და შენ რასაც ამბობ, რომ აი მაგალითად მე პირველ რიგში ყველაზე ბაზის სურს ვიტყოდი, რომ homeschooling-ი უნდა იყოს ჩვეულებრივად დაშვებული, აი როგორც აი ჩვეულებრივი კი არა, აი ამაზე ტრადიციული ფორმა არ არსებობს სინამდვილეში შვილის აღზრდის, რომ ის აი აღიზარდოს ჩვეულებრივ ტრადიციულ ოჯახში. ანუ ადრე თუ ეკლესიაში სწავლობდა ამერიკაში ერთ ოთახში სწავლობდნენ სხვადასხვა ასაკის, აი ამერიკა შექმნეს ადამიანებმა, რომლებმაც ერთ ოთახში ისწავლეს ბავშვობიდან რაღაც სხვადასხვა ასაკის ტიპებმა და აი ასეთი აღზრდის შედეგის, ანუ ასეთი აღზრდა, ანუ განათლება მიღებულმა ადამიანებმა შექმნეს ყველაზე წარმატებული ქვეყანა სამყაროში. ხო და მე მგონია რომ აი ეს დერეგულაცია თუ სადმე არის მნიშვნელოვანი, არის განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი. ანუ პირველი ალბათ აი ეს ნაბიჯია გადასადმელი რომ ადამიანებმა გაიგონ რომ შვილის აღზრდის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ოჯახზეა და არა მინისტრზე ან რომელიღაც არც ჩინოვნიკზე თუ ასე შემდეგ და ამის გაგების შემდეგ უკვე მარტივია რომ მე უბრალოდ რადგან ბავშვები სხვადასხვანაირები არიან ხო ვიღაცისთვის იქნება სპეციალიზირებული განათლება ძალიან მისაღები ხო აი კომაროვი რო გვაქვს მეზობლად და ვიღაცისთვის იქნება საერთოდ ისეთი თქვათ განათლების მოდელი, ტრადიციული განათლების მოდელი, კლასიკური განათლებაც რასაც ვეძახით, აი ამერიკაში დღემდე არის ასეთი ტიპის ლიბერალ არტს კოლეჯები, რომლებიც ანალოგიურად აი აზროვნებას იმ ადამიანების განვითარებაზე ორიენტირებული, რომლებიც ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან, რა უნდა გააკეთონ ცხოვრებაში. და ეს მრავალფეროვნება საბოლოო ჯამში ან კონკურენციის შინაარსი რა არის, რომ ჩვენ რაღაცა პერიოდი უნდა ვუყუროთ, რომელმა მოდელმა რა შედეგი გამოიღო და ჩვენ დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. წინასწარ ამის გამოცნება არის შეუძლებელი. კი, მადლობა ძალიან დიდი. დიდი ხანი შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი, მე მგონი ჩვენ არასაკმარის კიდევ ერთხელ ვთქვა, არასაკმარის დროს უთმობთ სკოლაზე საუბარს. მეტი უნდა ვილაპარაკოთ და მართალია ძალიან მნიშვნელოვანი მრავალფეროვნება ამ კუთხით და ალბათ სახელმწიფომ უნდა შეიცვალოს თვალთახედვის არის პოლიტიკური ნების ამბავია და უნდა დაუშვას ეს ყველაფერი, მათ შორის პატარა ექსპერიმენტებს ხელი შეუწყოს და ნახოთ, აბა ჩემს ძალიან საინტერესო შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები და რაღაც გქონია რომ კარგი მაგის ბჯერა. ხო, არა, ვართ კიდეც არა, ვართ. ზედმეტად ცოტანი ვართ და იმაზე მეტად ხმაურობთ ვიდრე ვართ რაოდენობაში და რაღაცას მიუძრაღაცას მიუთითებს ეგ ამბავი. მადლობა ძალიან დიდი. ხომეროლიშვილი იყო ჩვენთან ერთად, კირჩის ერთ-ერთი ლიდერი.